ჩვენ რეგიონში, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებული ყველაზე მნიშვნელოვანი და ობიექტური ახალი ამბები. ჩვენ ყოველთვის ვიცით სხვაზე უფრო მეტი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უსმენთ ახალ ამბებს პლუს ტალღაზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში თამუნაშონია გაგაცნობთ 20 ივნისის საქმეზე რუსთაველის გამზირზე. პარლამენტის წინ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად სტრასბურგის სასამართლოს მიერ სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაზარალებულთა მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ღონისძიების სწორად დაგეგმვის და ძალის გადამეტების დადგენის მიზნით. უწყების ცნობით საგამოძიებო მოქმედებების შესაძლებლობას მისცემს გამოძიება სრულად აღადგინოს დანაშაულის სურათი და მოახდინოს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება. მე ახლა შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე ეფექტიანი გამოძიების ნაწილში ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლის წამების აკრძალვა დარღვევა დაადგინა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივანთა უმრავლესობისთვის თანხის გადახდა დააკისრა. სინდისის 11 პატიმრის ანდრო ჭეჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანვარ ჩაიას, რუსან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურა მირსხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევას კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის დღევანდელ პროცესზე მოწმედ მიყვანილი გარდაბნის მეოთხე სამმართველოს უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი ვერ ამბობს ვისგან ნასროლი ქვა მოხდა, თუმცა ადვოკატების თქმით პოლიციელმა დღეს თქვა, რომ ყველა ბრალდებულის მიმართ პრეტენზია აქვს. გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრის გიგა ფარულავას განცხადებით ქართული ოცნება რუსთაველის გამზირზე მორიგ სიმულაციას ატარებს. ამის შესახებ მან პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის მიხედვითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, როგორც უკვე გითხარით, 2019 წლის 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. როგორც ჩანს, ოცნება მორიგ სიმულაციას ატარებს, ნამდვილად კობახიძეს არ გაუჭირდება ამ სიმულაციის ჩატარება, ვინაიდან საზოგადოება ძალიან კარგად ახსოვს თუ როგორ თბილად უმასპინძლა გავრილოვ ჭიქით ხელში და როგორც ჩასვა ის თავმჯდომარის სავარძელში, აცხადებს გიგა ფარულავა. და გადავვნაცვლოთ ფარგლებს გარეთ და განვითარებული ყველაზე მნიშვნელოვანი თემები მიმოვიხილოთ ჩვენს ეთერში. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს ნატოს მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვას იმ პირობით, რომ ისინი შემდეგ მას უკრაინას გადასცემენ. გავრცელებული ინფორმაციით ეს არის ტრამპის მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება, რადგან ის სულ უფრო იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით. და როგორც ამერიკის პრეზიდენტმა მედიასთან განმარტა, ამერიკული შეიარაღების თანხას სრულად ალიანსი გადაიხდის. და ბოლო ინფორმაცია ჩვენს ეთერში კვლავ ფარგლებს გარეთ განვითარებულ თემას ეხება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი მზადა ღაზაში ომი დაასრულოს თუ ჰამასი ისრაელის პირობებს დათანხმდება. მისი თქმით, თუ შეთანხმება მოლაპარაკებებით მიიღწევა, მისასალმებელი იქნება, თუმცა თუ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს დიპლომატიით ვერ მოხერხდება, მაშინ საქმეში ისრაელის სამხედრო ძალები ჩაერთვებიან. ახალი ამბები თამუნამ შონიამ გაგაცნოთ, დროებით გამშვიდობებით.